გადავშალოთ ბიბლიის უკანასკნელი წიგნი. რომელია ბიბლიის უკანასკნელი წიგნი? რომელი? მათესახარება? მართალია. მათესახარება. გამოცხადება. გამოცხადების წიგნი. მესამე თავი. მე-15 მუხლი. გამოცხადება მესამე თავი. მე-15 მუხლი. კითხულობთ. ვიცი შენი საქმენი, შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი. ეს არის უფლის სიტყვა. ილოცეთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის. ჭეშმარიტების უშრეტი წყაროსთვის. მაშინ შენ გვიცხადებ შენს ნებას და გვაქვს ნათელი, რომელიც დევნის ყოველგვარ წყდიაც. შენი სულის მადლით მოგვეცი, რათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას. შენს სიტყვაში გაგვაგონე შენი ხმა ჩვენს გულში, სინდისში, გონებაში. მოგვეცი, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს იესოს. ამ რწმენი დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ვაუწყოთ ეს რწმენა სამყაროს. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. დიდი ბერძენი მწერალი ნიკოს კაზანძაკისი არის ავტორი წიგნისა, რომელიც დასახელდა ყველა დროის საუკეთესო წიგნებს შორის. 100 საუკეთესო წიგნში. ეს არის მისი სახელგანთქმული რომანი ალექსის ზორბასის ცხოვრება. მაგრამ როდესაც ვახსენებთ ჩვენ ამ ავტორს, იგი უფრო შეიძლება იყოს ცნობილი თავისი სკანდალური რომანით, რომლის სახელწოდება, რომლის ეკრანიზაცია მოახდინა დიდმა რეჟისორმა სკორსეზემ. ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება. ალბათ ყველა მიცით. აი რას ამბობს ალექსის ზორბასის ცხოვრება, ამ ნაწარმოების გმირი ზორბასი. ბევრი ფიქრობს. მე არ მჭირდება ფიქრი. ხოლოშორის ალბათ გეცოდინებათ, დიოგენეს მიერ არის გამოცემული ქართულ ენაზე ეს წიგნი და თუ აი ამ ნაწარმოებს გადაშლით 172 გვერდზე, ამოიკითხავთ აი ამ სიტყვებს, რომელსაც ვციტირებ დღეს. ჩემთვის სულ ერთია, ამბობს ზორბასი. არც სიკეთე მახარებს და არც ცუდის გამო ვდარდობ. ჩემთვის სულ ერთია. ბერძნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების ამბავს გავიგებ თუ თურქების მიერ ათენისას. ჩემთვის სულ ერთია. არც კარგი მახარებს და არც ცუდის გამო ვდარდობ. მე არ ვიცი რამდენად ნაცნობია ასეთი მდგომარეობა თქვენთვის, ან განგიცდიათ თუ არა როდესმე.
როდესაც მართლა სულ ერთია. წარმოგიდგენიათ ბერძენი ზორბასი რას ამბობს? ჩემთვის სულ ერთია. გნებავთ თურქებს აეღოთ ათენი ან ბერძნებს კონსტანტინოპოლი. როგორ შეიძლება ეს ბერძენისთვის იყოს სულ ერთი? მაგრამ ჩვენი გმირი ამბობს სულ ერთია. ჩვენ მიერ წაკითხული მუხლი აღწერს მსგავს მდგომარეობას. და საუბარი მინდა გავყო სამ ნაწილად. პირველი, რას ნიშნავს იყო ნელთფილი, ანუ არც ცივი და არც ცხელი? მეორე, რას ნიშნავს ვიცი შენი საქმე? და მესამე, რას ნიშნავს ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი? სამი რას ნიშნავს? რას ნიშნავს არც ცხელი იყო და არც ცივი? რას ნიშნავს ვიცი შენი საქმენი? და ბოლოს მესამე, რას ნიშნავს ქრისტეს ეს გამონათქვამი, მისი სურვილი, მისი ნატურა, ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი? შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვები მიმართულია ეკლესიისადმი. კერძოდ ლაოდიკიის ეკლესიისადმი, ეს არის მე-7 ეკლესია. ვის მიმართაც გაიგზავნა ეს სიტყვები. ლაოდიკიის ეკლესია. გამოცხადების წიგნში ჩვენ კითხულობთ ქრისტეს მიმართვას ეფესოს ეკლესიიდან დაწყებული ლაოდიკიის ეკლესიამდე დამთავრებული. ეს არის უკანასკნელი ეკლესია. ლაოდიკიელები. ეს არის დღევანდელი მცირე აზიის, თურქეთის ტერიტორია. იქ მცხოვრები მორწმუნეები ხასიათდებიან აი ამ სიტყვებით. რას ნიშნავს არც ცივი იყო და არც ცხელი? რას ნიშნავს ზორბასის სიტყვები? ჩემთვის სულ ერთია. ქონიათ თუ არა ასეთი მდგომარეობა, როდესაც სულ ერთია თქვენთვის? ცოცხალი იქნებით თუ მკვდარი? სულ ერთია სად დაგასაფლავებენ? სულ ერთია ავად იქნებით თუ ჯამრთელი? სულ ერთია შეგაგინებენ თუ შეგაქებენ? სულ ერთია რომელ ეკლესიაში წახვალთ? სულ ერთია ჯოჯოხეთში იქნებით თუ სამოთხეში? საერთოდ სულ ერთია ყველაფერი. რა ქვია მდგომარეობას? ამ მდგომარეობას ქვია განურჩევლობა, გულგრილობა, უემოციურობა, აუღელვებლობა. ამ მდგომარეობას ქვია ნელთფილი მდგომარეობა, ის რაც ახასიათებდა ლაოდიკელ მორწმუნეებს. ასეთი მდგომარეობა, კარგი თუ გნებავთ, შეიძლება დაახასიათოთ როგორც ინდიფერენტულობა, როგორც ემოციური გაურჩევლობა. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული. აი ასეთი გულგრილობა, აი ასეთი განურჩევლობა, უემოციობა, უგრძნობლობა, როდესაც შენთვის ყველაფერი სულ ერთია. სულ ერთია ვისთან ცხოვრობ, სულ ერთია ვისთან მეგობრობ და ასე ვთქვათ ავტოპილოტზე ცხოვრობ. ყველა მიცით, რომ როდესაც თვითმფრინავი აფრინდება, პილოტი წყვეტს მართვას, უშუალოდ, ფიზიკურად და გადადის თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმზე. ანუ წარმოგიდგენიათ თქვენ თვითმფრინავში ბრძანდებით და ძირითად დროს ფრენის ძირითად დროს ატარებთ არა ადამიანის მართვის ქვეშ, არამედ კომპიუტერის, ავტომატის, პროგრამის მართვის ქვეშ. ხშირად ჩვენი ცხოვრება აი ასეთ ფრენას ემსგავსება. შენ აფრინდი, ანუ დაიბადე, მაგრამ გადაერთე უკვე სხვა რეჟიმზე, რომელსაც ქვია ჩემთვის სულ ერთია. და უბრალოდ
დადიხარ, ან კითხულობ ბიბლიას, ან დადიხარ ეკლესიაში, ან ლოცულობ თუნდაც, ან უცინის ხვებს, იღიმი, მაგრამ შენთვის სულ ერთია. ყველაფერი სულ ერთია. აზრს მოკლებულია ყველაფერი. ბრძენი 800 სიტყვის, ჩემთვის სულ ერთია. ამბავი გავიგო, ბერძნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს თუ თურქებმა ათენიუ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენ არ რეაგირებ არც კარგზე და არც ცუდზე. სულ ერთია ვისთან ცხოვრობ, ვისთან მეგობრობ, უბრალოდ ავტოპილოტის რეჟიმზე მიდიხარ. და იცი რომ რაღაცა დაეშვები. ანუ რაღაცა დამთავრდება შენი ეს ფრენა, შენი ცხოვრების მოგზაურობა. შენ უკვე აფრინდი მოხვედი ამ ქვეყანაზე. მაგრამ რაღაცა მოხდა. რაღაცამ გამოიწვია. მაგალითად, ელია თიშბელის ცხოვრებაში, ელია თიშბელი ხო გვახსოვს ბიბლიიდან? ძველი აღთქმის ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველი. თუ რა თქმა უნდა, მოსეს არ განვიხილავთ. ელია თიშბელს გონდა მსგავსი სიტუაცია. გახსოვთ ხომ, როდესაც ღმერთმა სასწაული მოახდინა, როდესაც გამოღვიძება მოხდა, ამის შემდეგ ის წყვეტს ყველანაირ საქმიანობას და ეუბნება ღმერთს, ღმერთო, აღარ მინდა ცხოვრება. წაიღე ჩემი სული. აღარ მინდა არსებობა ამ ქვეყანაზე. მიზეზი იყო შიშნარევი იმედგაცრუება. მას ეგონა, რომ ამ სასწაულის შემდეგ, როგორც დღესაც ზოგიერთებს ჟერა, რომ თუ ბევრი სასწაული იქნება, ბევრი ადამიანი მოვა ეკლესიაში, ბევრი ადამიანი გამტკიცდება, ბევრი ადამიანი უფრო დაუახლოვდება ღმერთს სასწაულების წყალობით. არსებობს ასეთი გულუბრყვილო დამოკიდებულება. მე არ ვიცი, თქვენ გსმენიათ, რომ ვინმე აი ახლო წარსულში 4 დღიანი მკვდარი გააცოცხლა. 4 დღიანი მკვდარი. სასაფლაოზე წავიდა, ილოცა, მერე თქვა, გათხარეთ საფლავიო, დაიძახა სახელი და იქიდან ამოვიდა მკვდარი. გსმენიათ ასეთი რამე? მე არა, იქნებ გსმენიათ. ხო ხვდებით ვის გულისხმობ? ლაზარის. აი ეს მოხდა მათვალწი. ამაზე დიდი სასწაული რა დგინდა? წარმოიდგინეთ ეხლა რომ გამოცხადება მოხდეს, ყველა შევიყაროთ სასაფლაოზე. ხდება მკვდრეთი დაღდგომის სასწაული. გამოჩნდა პიროვნება, ბრძანებს, გათხარეთ მიწა, გახსენით, ახსენით კუბოს თავი, ამბობს სახელს და მკვდარი დგება. ой საოცრება. გახდებით თუ არა მორწმუნე? მე გეტყვით, ან გახდებით ან არა. რა რეაქცია ქონდა ამ სასწაულს ქრისტეს დროს? იცით რა თქვეს ზოგიერთებმა? რა ცუდი იესო ეს, რატომ დაუშვა რომ მოკლა? მოკვდა ის მისი მეგობარი, როცა ტიროდა სასწაულამდე. ხოლო სასწაულის შემდეგ რა თქვეს, იცით? მოდით ლაზარეც მოვკლათ. ქრისტეს მოკლა ხომ გვინდა? მოდი ლაზარეც მოვკლათ. თვით მხილველები ასეთი დიდი სასწაულის, ამაზე მეტი სასწაული რა არის? რა თქმა უნდა, სხვა ადამიანი იესოს ადგილას მიეცემოდა ასეთ მდგომარეობას. 4 დღიანი მკვდარი გაუცოცხლა მათ, მოახდინა დიდი სასწაული. მდგომარეობა, როდესაც შენთვის სულ ერთია, მოხდება სასწაული თუ არა. ესეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორც თქვით, სხვადასხვა მიზეზის გამო. იობის შემთხვევაში რა იყო მიზეზი, თუ იობსაც მივათვლით ამ მდგომარეობაში მყოფად? ტრაგედია, რომელიც მას შეემთხვა. წარმოგიდგენიათ, 10 შვილი ყავდა, 10-ვე დაეღუპა. არც ერთი აღარ დარჩა ცოცხალი. ერთი მეუღლე დარჩა, რომელიც მას დაუპირისპირდა. ჯანმრთელობა ჰქონდა, ისიც დაკარგა. უამრავი ფული ჰქონდა, სიმდიდრე, ყველაფერი დაკარგა. მეგობრები ყავდა, რომლებზეც ფიქრობდა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ, მოვიდნენ და გაკიცხვა დაუწყეს. და კრებად ექცნენ მას. რა შვება იობი? წყევლის იმ დღეს, რომელ დღესაც ჩაისახ. წყევლის იმ დღეს, რომელ დღესაც ჩაისახ. ეს მართალი კაცი, შეიძლება ვინმე თქვა, სოდვილი იყო და იმიტომ დაემართა. თუ ამას ვინმე ლაპარაკობს, ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ აქვს იობის წიგნზე. შესაბამისად ბიბლიაზე. წარმოდგენა.
იმიტომ რომ იობის წიგნი ხას უსვამს, რომ იობი იყო მართალი კაცი, ღმერთი ადასტურებს, ეშმაკი აღიარებს და ავტორი ამბობს ამის შესახებ. ის იყო უმდიდრესი, წარმატებული, ჯანმრთელი ადამიანი და ერთ დღეს მის ცხოვრებაში ყველა უბედურებამ ერთად მოიყარა თავი. როგორც ყაჩაღები, ისე დაეცნენ თავს ეს უბედურებები. რას ამბობს? რატომ არ დაიქცა ის დღე, როდესაც მე ჩავისახე საერთოდ? რატომ მოვედი საერთოდ ამ ქვეყანას? ღამე ვერ იძინებდა. უძილობა ჰქონდა, საშინელი სიზმრები ესიზმრებოდა, ტკივილი აწუხებდა, ლპებოდა. როდესაც დადიოდა, თან სუნი დაყვებოდა ლპობის. იცით, აი ასეთი მდგომარეობის საფუძველი, ასეთი ჩემთვის სულ ერთია და მხრების აჩეჩვის. ასეთი მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს კეთილი საქმეებიც. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, არ მოიწყინოთ კეთილი საქმეების კეთება. შეიძლება ადამიანს მობეზრდეს ეს ყველაფერი მობეზრდეს და თქვას, აღარ მინდა. დაღლილობა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. რა დაემართათ ლაოდიკიელ მორწმუნეებს? რატომ აღმოჩნდნენ ისინი ასეთ მდგომარეობაში? თანაც თუ აგრეთვე იმასაც დავამატებთ, რომ ასეთი განურჩევლობა შეიძლება იყოს არჩევითი, ანუ რაღაცის მიმართ იყო ასეთი, რაღაცის მიმართ არ იყო ასეთი ცხოვრებაში. აი მაგალითად, ეკლესიის მიმართ იყო განურჩეველი, ან კეთილი საქმეების მიმართ, ან ლოცვის მიმართ, ან მსახურებაზე მოსვლის მიმართ, სულ ერთი იყოს შენთვის, მაგრამ სხვა რამე არ იყო სულ ერთი, მაგალითად, რაღაც საქმე გააკეთო, ან გაერთო. ეს არ იყოს სულ ერთი. სხვა რამ უკვე სულ ერთი იყოს. სულ ერთი იყოს სკოლაში რა ნიშანს მიიღებ, რა პროფესიას აირჩევ, ეს იყოს სულ ერთი. მაგრამ სხვა რამ არა. ანუ ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული რაღაცა მიზეზით, ეს უდაოა, ეს შეიძლება იყოს არჩევითი რაღაცის მიმართ, იყო ასეთი რაღაცის მიმართ არ იყო და კიდევ ამ მდგომარეობას აქვს აგრეთვე ხარისხი. ხარისხი. ერთ ადამიანშივე. ზოგჯერ ადამიანი განიცდის ამ მდგომარეობას. უფრო აღმატებულ ხარისხში, ზოგჯერ უფრო დაგეხმაროვლე. ზოგჯერ უფრო დაბალ ხარისხში. შეიძლება ის გრძნობდეს გულგრილობას ძალიან გადაჭარბებულად, ზოგჯერ ნაკლებად. ან თუ ცალ-ცალკე ადამიანებს განვიხილავთ. აი მაგალითად, რომელ ეკლესიას უთხრა ქრისტემ ეს სიტყვები? არც ერთ, მხოლოდ ლაოდიკიელებს. მორწმუნეებს. არც ერთ, მხოლოდ ლაოდიკიელებს. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ქვია ნელთფილი მდგომარეობა. არც ცივი, არც ცხელი. მდგომარეობა, რომელსაც ქვია ჩემთვის სულ ერთია. სულ ერთია, ვინ იქადაგებს, სულ ერთია, რაზე იქადაგებს, სულ ერთია, რომელ ეკლესიაში წავალ, სულ ერთია, რამდენი წელი ვიცხოვრებ, სულ ერთია, მოვიწყებ თუ არა კარიერას, სულ არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს. ავტოპილოტზე ვარ ჩართული. დამთავრდება საწვავი და სადღაცა დავფრინდები. არ მაინტერესებს ჩემს ხელს დაწვავენ თუ მიწაში ჩადებენ. აღარ მაინტერესებს. მე არ ვლაპარაკობ ასეთი მდგომარეობის ავკარგიანობაზე, ეს თქვენ შეაფასეთ. მაგრამ რას ნიშნავს აი ამ ტექსტში მე-15 მულში შენ არც ხელი ხარ და არც ცივი? რა იყო მიზეზი, რამ გამოიწვია ლაოდიკიელ მორწმუნეებში ასეთი მდგომარეობა, ზორბასის მდგომარეობა? თუ კოზან ძაკისის რომანის გმირით დავასახელებდეთ მას. ტექსტში აშკარაა რამ გამოიწვია თვითკმარობა. თვითკმარობა. ნახეთ იესო რას ეუბნება მორწმუნეებს, ლაოდიკიელებს. ის ეუბნება ასეთ სიტყვებს. შენ ამბობ, მე მდიდარი ვარ, გამდიდრდი და არაფერი მაკლია. ის კი არ იცი რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. თვითკმარობა. როდესაც ადამიანი უკვე თვითკმარობას მიეცემა და მისთვის ყველაფერი უკვე საკმარისია. თვითკმარობა შეიძლება იყოს
მკვლელი ჩვენი წარმატებისა და კეთილდღეობისა, როდესაც რაღაც ეტაპზე ჩვენ უკვე დავკმაყოფილდი და აღარ გვსურს პროგრესი, აღარ გვსურს ევოლუცია, აღარ გვსურს განვითარება, აღარ გვსურს ცვლილება. ეს არის თვითკმარობის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გახდეს მიზეზი ჩვენი ნელთბილობისა. შეიძლება თუ არა აი ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განვიხილოთ ზნეობრივ ასპექტში. ანუ ვთქვათ, ჩემთვის სულ ერთია არა ფსიქოლოგიურ დონეზე, არამედ ზნეობრივზე. როდესაც ადამიანისათვის სულ ერთი ხდება, რა საქმეს აკეთებს, რა საჭმელს ჭამს, ზოგჯერ ეუბნებიან, რა გინდა რომ მიირთვა? ჩემთვის სულ ერთია. მადა დაკარგვიათ როდესაც უმადოდ ჭამ. ბებია ჩემი როცა ბრუნდებოდა სამსახურიდან, რაც არ უნდა მაძღარი ყოფილიყავი, როდესაც დაიწყებდა, შეექცეოდა სადილს. შეუძლებელი იყო რომ გაგეცლო და არ მოგდომებოდა ჭამა. მადიანი ჭამა იცოდა. ისეთი ჭამა რომ მოგანდომებდა. ზოგმა ისეთი უგემური ჭამა იცის, რომ შეხედავ და კონდეს მადას დაკარგავ. იმისთანა უგემურად ჭამს. იმისთანა წუნია, იმისთანა სახეებს ღებულობს, რომ აღარ მოგინდება არაფრის შეჭმა. მაგრამ არის, როდესაც ადამიანი მადიანად მიირთმევს, ისე რომ ჩანგალს გვერდზედებს და თითები მოყავს მოქმედებაში. მაგალითად ლობიოს ჭამის დროს, ღომის ჭამის დროს და აჭარული ხაჭაპურის ჭამის დროს. ბათუმელი გამოიცნობს არაბათუმელს აჭარული ხაჭაპურის შეჭმის დროს. ეგრევე. რა უნდა? ის იწყებს დანაჩანგლით ჭამს. მან არის საიდან დაიწყოს და სად დაამთავროს და როგორ დაამთავროს. ამას ცოდნა უნდა აჭარული ხაჭაპური როგორ მიირთვა, საიდან დაიწყოს, საიდან მოტეხოს, სად ამოავლოს, დარჩენილს რა გაუკეთოს, როგორ შეატრიალოს. ხოსია. ახლა კი გამოგვივიდა აჭარული ხაჭაპურის სახელის თუმცა არ ჭირდება მას ჩვენგან სახელის გამტკიცება, მაგრამ ასია. ადამიანს ზოგჯერ ემართება სულიერი უმადობა, მისთვის სულ ერთია. კი, შეიძლება კითხულობდეს ან ლოცვას ამბობდეს, უბრალოდ ავტოპილოტზე. სულ ერთია რაც წაიკითხავს, სულ ერთია, კითხულობს ტექსტს, არ ეხება მის გულს, უგრძნობლობა აქვს საერთოდ. არანაირი გამოძახილი შინაგანი. შეიძლება თუ არა ჩვენ ეს მდგომარეობა განვიხილოთ ზნეობრივ ასპექტში, როდესაც ადამიანისათვის სულ ერთი ხდება, რას აკეთებს, მისი საქმეები. ვფიქრობ კი? და მაინც რას ნიშნავს არც ცივი ხარ, არც ცხელი ხარ? ტრადიციულად როგორ გებულობენ, იცით ამ გამონათქვამს? აი სიცივე ნიშნავს უფლის მიმართ გაყინულობას და აი ცხელი იყო ცხელი ნიშნავს უფლის წინაშე მოშურნე მდგომარეობას. მაგრამ ასეთი გაგება აი ამ სიტყვებისა პრობლემატურია. რატომ? იმიტომ რომ იესო ამბობს, "ო ნეტა იყო შენ ცივიო." რა იესო ესე იგი ოცნებობდა, იესო სურდა, ეს იყო მისი ნება, რომ სულიერად ცივები, გაყინულები, ანუ ღვთისათვის გაყინულები ყოფილიყვნენ მორწმუნეები, ეს უნდოდა ქრისტეს. შეიძლება ასე გაგება აი ამ კონტექსში, სადაც ნიშნულობა აქვს რა კონტექსში ვკითხულობთ ჩვენ სიტყვებს. ზოგადად კი ბატონო, როცა მორწმუნეები ამბობენ, ხო გაგიგიათ ასეთი გამონათქვამი, ანთებული იყო და გაცივდაო. რამდენჯერ გაგიგიათ, ხო? განა შეიძლება აი ასეთი გამოთქმა, ამ გამოთქმის მნიშვნელობა აი ამ წაკითხულ ტექსტს მიუსადაგოთ. არა. დასახმარებლად მოდიან ძველი დროის ეკლესიის წინამძღვრები. წმინდა გრიგოლ ნოსელი.
დასახმარებლად მოვიდა წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელიც განგვიმარტავს აი ამ გამონათქვამს და ამბობს შემდეგს. იოანე იდუმალად ამბობს ეკლესიის მამა და მოძღვარი, წმინდა გრიგოლ ნოსელს გულისხმობ, კაბადოკიელ მამას. და ხედავთ, ახლა ვნახავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებულად განმარტავს ის სიცივეს. არა ისე, როგორც ჩვენ ზოგადად სტანდარტულად ლაპარაკობთ, გაცივდა უფლის წინაშე, ანუ განელდა მისი მსახურება, მოშურნეობა მოაკლდა, ისე აღარ კითხულობს, ისე აღარ ლოცულობს, აღარ მოდის, გაცივდა. აი ასეთი გაგება აქ თლად შესაბამისი არ არის. პირიქით, წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, იოანე იდუმალად ამბობს. რას? როდესაც ამბობს ქრისტე, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი, რას გულისხმობს მდგომარეობა სიცივისა და სიცხელისა? სიცივე, ანუ სიცივე ცოდვის მიმართ. აი რა დაკარგეს. და სიცხელე ეს არის სულით აალება უფლის წინაშე. ანუ სიცივე აი ამ სიტყვებში არ შეიძლება განვიხილოთ როგორც უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა. უარყოფითი, ანუ გაცივდა უფლის წინაშე. არამედ დადებითი. იესო ამბობს, ნეტა იყო ცივი. რას ნიშნავს ცივი? გავცივდე უფლის წინაშე. არა, ცივი ცოდვის მიმართ ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი. ზუსტად იგივეს ლაპარაკობს მიტროპოლიტი კესარი არლელი. არლი, საფრანგეთის ქალაქია, ეს არის მე-6 საუკუნე, წმინდა გრიგოლ ნოსელი მე-4 საუკუნე, კესარი არლელი, არელატელი, კიდევ ასეთნაირად შეიძლება. მიტროპოლიტის სახელი ამოიკითხოთ. აი ასეთ განმარტებას გვთავაზობს. ცივი წუთის სოფელში, ცხელი მონასტერში. ის ბერი იყო და ამიტომ ახსენებს მონასტერს. ანუ სიცივე აი ამ სიტყვაში, აი ამ მიმართვაში ნიშნავს იყო ცივი წუთის სოფელში. წუთის სოფლის მიმართ, ცივი ცოდვის მიმართ. ცივი გახსნილების მიმართ, უღმერთოების მიმართ. და ცხელი უფლის წინაშე, ანთებული, აგიზგიზებული შენი სულით, შენი გულით. ეს ორივე კარგი მდგომარეობა. იყო ცივი, იყო ცხელი, ეს όμως ნეტა იყო ცივი. ხო არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, იესო ოცნებობდეს, რომ მორწმუნეები იყვნენ სულიერად გაციებული იმ მნიშვნელობით, რასაც ჩვენ დღეს ვიყენებთ. არა, წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, არა, იყო ცივი ნიშნავს, იყო ცივი ცოდვის მიმართ. არ რეაგირებდეთ ცოდვას. რას ნიშნავს მეორე ნაწილი ჩვენი საუბრისა? რას ნიშნავს ვიცი ყველა შენი საქმე? ხშირად ჩვენ აი ეს ვიცი ქრისტესაგან, ღვთისაგან უარყოფითი კონოტაციით გვესმის. რას გულისხმობ? ჩვენ ვამბობთ, ნეტა ღმერთმა არ დამინახოს და ღმერთმა არ გამიგოს. რა ცუდია თუ ღმერთმა იცის. როდესაც მე და ირმა ჩვენს გოგოებს ვზრდიდით, ყოველთვის ვეუბნებოდით, ყოველთვის, ცალკე ირმა, ცალკე მე, რაც არ უნდა მოხდეს, გითხარით, არ დაგვიმალოთ. ყველაზე ცუდი რამე, რომც მოხდეს, გააკეთოთ, ოღონდ არ დამალოთ, თქვით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ სადამსჯელო რაღაც ორგანიზაცია. ამ შემთხვევაში ცოდნა ცუდი კი არა, კარგია. ცოდნა არის კარგი, არა ცუდი, არამედ კარგი. იმიტომ რომ გააჩნია ხომ ვინ იცის. თუ კეთილის სურველმა იცის, ეს კარგია, იმიტომ რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგეხმაროს. იმიტომ კი არ არის კარგი, რომ თქვათ იცის და გავნებს, არა.
თუ ის კეთილის მყოფელია, უყვარხარ, პატივს გცემს და სულ შენი გადარჩენა, მან უნდა იცოდეს. იმიტომ რომ დაგეხმაროს, გზები მონახოს, გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, შეგეწიოს, მაგრამ როცა შენ ამბობ, არა, ჯობია დავუმალო. ადამიანს შეიძლება დაუმალო, მაგრამ ღმერთს ხო ვერ დაუმალავთ. და იესო ახსენებს ლაოდიკის ეკლესიას და ეუბნება, მე ვიცი შენი საქმეები. რომც დამალო, მე ვიცი. პირველი მცდელობა ღვთისაგან დამალვისა. როდის და სად არის? პირველი მცდელობა ადამიანის მხრიდან. სხვადასხვა ეს ჩვენი თამდები ბუნება, იცით თუ არა, როგორც კი ჩვენმა წინაპარმა შესწოდა, ჩვენ გაგვიჩნდა ასეთი ბუნება, ყველაფერი დავუმალოთ, არ გავამხილოთ. გამონათქვამია ძალიან კარგი ქართული, ცოდვა როგორ ისჯობსო. დამალულიო, ხო? არ ვიცი, როგორ გადათარგმნის ლარისა, მაგრამ გამონათქვამია ასეთი ქართული, ცოდვა გამხელილი ისჯობსო. რატომ ისჯობს ცოდვა გამხელილი? ცოდვა დამალული არ ჯობს. უკეთესი არაა, რომ არავინ გაიგოს. ეხლა მე ვლაპარაკობ ღვთის წინაშე. ერთი წელი ჩუმად იყო დავითი. დავით მეფე, წმინდა მეფე, იმრუშა, კაცი მოკლა. ერთი წელი იყო ჩუმად. და შემდეგ როდესაც დაწერა სინანულის ფსალმონი, აღიარა დავჭკნიო, წამერთვა ყველა ძალაო. მაგრამ მე ვაღიარე შენს წინაშე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა და შენ შემინდე ჩემი ბრალიო. ყველა ვინც მალავს თავის დანაშაულს, არ ექნება წარმატება, ამბობს სიბრძნის წიგნი, მაგრამ ვინც გაამხელს და მიატოვებს, შეინანებს, გადარჩენილი და შეწყალებული იქნება. რამდენად გაყიდეთ თქვენი მიწა, ხო არავინ არ გეძალებოდა თქვენს ფულს. განასი არ მემართა წმინდა პეტრემ, ანანიას და საფირას. მოიტყუეს. და ვინც ააქეზა ისინი ტყუილისაკენ. რა თქმა უნდა მაცდურმა. რატომ დამალეს? იმიტომ რომ პატიმოყვარეობის ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი, უნდოდათ რომ ყველას გაეგოთ, რა შემწირველები იყვნენ, რა ქველმოქმედნი იყვნენ, როგორ უყვარდათ თურმე უფალი. სიამდვილეში პატიმოყვარე ცოდვილები აღმოჩნდნენ. იესო ამბობს, მე ვიცი. მე ვიცი ნიშნავს ერთი მხრივ დიახ გაფრთხილებას და მეორე მხრივ ამ სიტყვებს მოდი დადებითი მნიშვნელობით შევხედოთ. მე ვიცი, კარგია რომ იესო მიცის. ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ და ვოცნებობთ, ნეტა ქრისტე მიცოდეს ჩემს შესახებ. ნეტა მან იცოდეს ჩემი გული, ნეტა მან იცოდეს ჩემი ემოცია, თუნდაც ჩემი ცოდვა. ნუ შეწუხდებით, მან იცის. და გიხაროდეთ რომ იცის. ეს კარგია. რომ მან ვინც არის ყველაზე მაღალი, ყველაზე დიდი, ერთადერთი ჭეშმარიტი, შეუდარებელი, რომლის აზრს აქვს ნამდვილად მნიშვნელობა. მეფეების აზრს არ აქვს მნიშვნელობა. ზოგჯერ ჩემ გონია რომ ამ აქვეყნის მართველნი წყვეტენ საქმეს. სიამდვილეში ვერაფერს ვერ წყვეტენ. ბიბლიაში წერია, ღვთის ხელშია მათი ხელი. ერთს ამაღლებს, მეორეს ამცირებს. ვისაც უნდა აყენებს, ვისაც უნდა გადააყენებს. საითკენაც სურს, იქეთკენ წარმართავს მათ გულებს. მეფეები მიდიან და მოდიან, ჩვენი მეფე კი უცვლელია. მხოლოდ მის აზრს აქვს ნამდვილი მნიშვნელობა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. და ის ამბობს, მე ვიცი შენი მდგომარეობა. მე ვიცი რომ შენთვის ყველაფერი სულ ერთია, იმიტომ რომ თვითკმარობას მიეცი. მე ვიცი რომ შენ უკვე ავტოპილოტზე ხარ. მე ვიცი რომ შენთვის სულ ერთია ცოცხალი იქნები თუ მკვდარი. მე ვიცი რომ შენთვის სულ ერთი გახდა ეკლესიაში იქნები თუ არა. სიწმინდეში იცხოვრებ თუ არა. გაირიცხები ეკლესიიდან თუ არა. მე ვიცი ეს ყველაფერი და ეს კარგია რომ იცის. და ეს ნუ გეშია ჩვენთვის რომ იცის. ჩვენ ვფიქრობთ ნეტა ღმერთმა იცოდეს. პასუხი უკვე გზაში არა მოსულია. მან იცის. მესამე ნაწილი. კარგით, მან იცის, ეს კარგი ამბავია. არა მარტო გაფრთხილება, არამედ კარგი ამბავია. კარგით, ლაოდიკიის მორწმუნეები არც ცივები არიან და არც ცხელები. რას ნიშნავს? ნეტა იყო, ან ცივი, ან ცხელი. ანუ ეს ერთი და იგივე მნიშვნელობის გამონათქვამია. ცივი ცოდვისათვის, ცხელი უფლისათვის. ანუ იყო მოშურნე. იესო ამბობს, ნეტა ასეთი იყო, ნეტა იყო ცივი.
ასე რომ მოდი დღეიდან შევცვალოთ ჩვენი ტერმინოლოგია, დაუჯეროთ წმინდა გრიგოლ ნოსელს. და ვთქვათ, ვილოცოთ ღმერთო, გახადე ჩვენი ძმები და დები ცივები. სხვა ვინც არ იცის და ვისაც არ გაუგონია ნოსელის სწავლება, იფიქრებს, რაზე ლოცულობენ ეს მორწმუნეები? ჩვენ ლოცულობთ რომ ცივები ცხელები გახდნენ და ესენი ლოცულობენ ღმერთო ცივები გახადეთო. დიახ, ცივები წუთისოფლისთვის, ცოდვისთვის, უგრძნობლები. ისეთი ცივი რომ არ გეკარებოდეს ცოდვა. გაცივებული იყო. არ ეხებოდეს შენს გულს. იმიტომ რომ ეს არის ცოდვა და მიუღებელი ღვთისათვის. პირველი საკითხავი ყურადღებით მოისმინეთ, რაც დღეს გაისმა. ძალიან მძიმე ტექსტია. შენი დედის შვილიო, შენი ძმაო, თუ გაცდუნებსო, ძალიან მძიმე ტექსტია. რა გააკეთეო? წარმოგიდგენია გული როგორ უნდა გაგიცივდეს დედმამიშვილზე. გული როგორ უნდა გაგიცივდეს შენს ღვიძლ ძმაზე და დაზე. ძალიან მძიმე ტექსტს ლაპარაკობს მოსე. მაგრამ თუ ან უფალი, ან ეს წუთისოფელი, ხედავთ რომ ძალიან მძიმე არჩევანია. ამიტომ ამას ნეტარი ავგუსტინე რა არის ქველმოქმედება, რა არის სათნოება, რა არის სიკეთე, რა არის კეთილის საქმე. ის თავის ცნობილ მონუმენტურ ნაშრომში ღვთის ქალაქის შესახებ ასეთ სიტყვებს ამბობს. ყველაზე მოკლე და ლაკონური განმარტება სათნოებისა ეს არის მოწესრიგებული სიყვარული. სიყვარული, სადაც არის წესრიგი. ღმერთი აი ამ მოწესრიგებულობაში, ამ სუბორდინაციაში, ამ იერარქიულობაში პირველ ადგილს იკავებს. ილოცეთ რომ ვიყოთ ცხელები, ილოცეთ რომ ვიყოთ ცივები. ოღონდ არა იმ გაგებით, რომელსაც იყენებ. წმინდა გრიგოლისეული გაგებით. რას ნიშნავს იესოს სიტყვები ნეტა? ეს არის ერთგვარი სურვილი, პოზიტივი, ნეტა იყო. ერთი დაკვირვება. ჩვენ თქვით დასაწყისში რომ 7 ეკლესიის მიმართ არის მიმართვა. არც ერთი ეკლესიის მიმართ არ გვესმის სიტყვები ქრისტესი სიყვარულის შესახებ. ეს იმას არ ნიშნავს რომ იესოს ეკლესიები არ უყვარდა ან არ უყვარს ისინი, მაგრამ მხოლოდ ლაოდიკიის ეკლესიის მიმართ ის ამბობს, ვინც მიყვარს. ეს არის გამაოგნებელი. ყველაზე უღირს ეკლესიად საკრებულოდ მიიჩნევენ ლაოდიკიის ეკლესიას. არც ერთი შექების სიტყვა ამ ეკლესიას. ყველა კვლევაში, ყველა კომენტარში, თქვენ თვითონაც არ გინდათ კომენტარი და კვლევა. წაიკითხეთ 7 ეკლესია, იესოს მიმართვა. ზოგს რაში აქებს, ზოგს რაში. არც ერთი შექების სიტყვა ლაოდიკიის ეკლესიას, არც ერთი. ლაოდიკიის ეკლესია ითვლება ყველაზე უვარგის ეკლესია და სწორედ ამ ეკლესიის მიმართ იესო ამბობს სიყვარულის სიტყვებს. რა არის ღმერთო ჩემო ეს მადლია, მადლია ძმებო და დებო. ჩვენი აზრი არ მუშაობს როგორც სახარების, მადლიანი სახარების, მადლის სახარების სწავლება. ჩვენი აზრი სხვანაირად მუშაობს. მე უნდა ვიყო კარგი და კეთილი იმისათვის რომ ქრისტემ მეტად შემიყვაროს. საღვთო წერილში სხვანაირი სურათია. რაც უფრო მეტად ცოდვილი ხარ, მით უფრო მეტად უყვარ ხარ ღმერთს. ეს გამაოგნებელია. ეს გამაოგნებელია. მხოლოდ ლაოდიკიის ეკლესიას ეუბნება ქრისტე, ვინც მიყვარს, ანუ გულისხმობს ლაოდიკიელებს, მე მიყვარ ხარ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გულგრილობაში, მელანქოლიაში ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ემოციური განურჩევლობა გაქვთ. ანუ თქვენი დამოკიდებულება არის სულ ერთია. კმარი ხართ. თვით კმარი ხართ. სულ კმარი ხართ. მე მაინც მიყვარ ხარ თქვენ. და მე მინდა რომ თქვენ იყოთ ან ცივი ან ცხელი. ანუ გამოფხიზლდეთ. ეს არის სიყვარულის სიტყვები, ეს არის მადლის სახარება, ეს არის სიტყვები, რომლებიც მდევნელ სავლეს აქცევს მოციქულ პავლეთ. ის მიდის იმისათვის, რომ დააპატიმროს და მოკლას მორწმუნეები დამასკოში, მაგრამ ვიდრე აღწევს დამასკოს ის სხვა ადამიანი ხდება. რატომ? რა დამსახურებების გამო გეკითხებით? გინდა გითხრათ პავლეს დამსახურებები? დააპატიმრა მორწმუნეები.
მიიღო მონაწილეობა მათ სასჯელში. მოკლა სტეფანე. არ ინდობდა არავის. ეს იყო მისი დამსახურებები. როგორც წმინდა ბერნარ კლერუელი რამდენჯერ მithქვამს, არ დავიღლები, აი ამ სიტყვების თქმით, რაც წმინდა ბერნარმა თქვა, ერთადერთი დამსახურება, რაც მე მაქვს უფლის წინაშე არის ის, რომ არანაირი დამსახურება არ მაქვს. თქვენ პირველ ქადაგებაში მოისმინეთ მადლის სიტყვები. რა აქვს ადამიანს იმისთანა, რომ მიიქციოს, მიიპყრას ღვთის სიყვარულის ყურადღება. გინდა გითხრათ რა აქვს? არაფერი ცოდვების გარდა. არაფერი ცოდვების გარდა. რატომ უყვარვართ ღმერთ ჩვენ? არა ჩვენ გამო, არამედ თავად ღვთის გამო, იმიტომ რომ ის სიყვარულია. ყველაზე უარგის ეკლესიას იესოს სიყვარულის ენით ელაპარაკება. თითქოს სხვა ეკლესიებს არ ჭირდებოდეს სიყვარული, რა თქმა უნდა ჭირდებოდა და იესოს უყვარდა, მაგრამ ლაოდიკიელებს ეუბნება, მე მიყვარხარ თქვენ. რა გააკეთა ქრისტემ თავისი სიყვარულით ეკლესიის მიმართ ჩვენდამი? რა გააკეთა იესომ? არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ ავტოპილოტზეა დღეს და ელოდება მხოლოდ როდის ამოიწურება საწვავი და რაღაც დაფრინდება. რომელიმე ლოკაციაზე. რა გააკეთა გინდა გითხრათ? იესო ქრისტე დაეშვა, ჩაეშვა, შევიდა აი ამ ცეცხლში, რომელსაც ქვია ემოციური განურჩევლობის ცეცხლი. ეხლა სიტყვებს ამოგიკითხავთ, ყურადღებით, თქვენი აზრით ეს როგორი სიტყვები ან ვისი სიტყვები შეიძლება იყოს? მე ვთქვი, ამაოდ გავისარჯე, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა. როგორ მოგწონთ ეს სიტყვები? ხო რაღაც ნაღლის, დარდის ნარევის სიტყვებია. ამაოდ გავისარჯე, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა. ვისი სიტყვებია ეს? მესიის, იესო ქრისტეს. წინასწარმეტყველი ესაია. წინასწარმეტყველებს მასზე და ალაპარაკებს მესიას. მე ვთქვი, ამაოდ გავისარჯე, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა. რას გულისხმობს ქრისტე, როდესაც ამას ლაპარაკობს? წარსული დროიდან სულიწმინდა, რომელიც ესაიაში იყო, ალაპარაკებდა მას მესიაზე და იმ განცდაზე, რომელსაც ის მომავალში აუცილებლად განიცდიდა. იესო მოვიდა, რათა შეეკრიბა გაფანტული ცხრები, მაგრამ მათ უარი უთხრეს. ყველაფერი გააკეთა, ყველა სასწაული, რაც კი შეეძლო. ყველაფერი გააკეთა, დააპურა, აღადგინა, განკურნა, ანუგეშა. და რა შედეგი? ჯვარს აცვით ის. აი შედეგი. ჯვარს აცვით ის. იესო აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ არ მიეცა ინდიფერენტულობას. არ მიეცა ემოციურ განურჩევლობას. მაგრამ შეხედეთ, რა ნაღველნარევის სიტყვებია, ამაოდ გავისარჯე, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა. მაგრამ შემდეგ არის გაგრძელება. თუ გააგრძელებთ კითხვას, მაგრამ ჩემი საქმე უფალთანაა, ჩემი სამართალი უფალთან არის. ის შევიდა ამ მდგომარეობაში, დაიკავა ჩვენი ადგილი. ის თავად გახდა მსხვერპლი გულგრილობისა. პილატე გულგრილი არ იყო? მართალი მოსამართლე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ იმ ადგილას უფალმა დააყენა იესომ ასე თქვა. შენ იმიტომ გაქვს ჩემზე ძალაუფლება, რომ ზეციდან მოგეცაო. უნდა განესაჯა თუ არა სამართლიანად, დიახ, მაგრამ რა გააკეთა პილატემ? იცით რა გააკეთა? ხელები დაიბანა. გულგრილი მოსამართლე აღმოჩნდა. და გულგრილობის გამო იესო ჯვარზე აღმოჩნდა. და რატომ სინამდვილეში? ღვთის განგებამ, განზრახვამ, ჩანაფიქრმა, გეგმამ, მაცხოვნებელმა ნებამ. ღვთის ძე ჯვარზე აიყვანა იმისათვის, რომ ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი მკურნალი, ჩვენი მხსნელი გამხდარიყო. იმისათვის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან,
რომელსაც ქვია ნელთბილი მდგომარეობა და გადავიქცეთ ან ცივად, ან ცხელად. ბოლოს იესომ შეარჩია ის შედარება, რაც ლაოდიკიელებისათვის იყო ყველაზე უფრო ახლო და გასაგები. ლაოდიკიას არ ჰქონდა თავისი წყლის წყარო. არ ჰქონდა, არ გააჩნდა. 10 კილომეტრის დაშორებიდან გამოყვანილი იყო მილები, საიდანაც ქალაქში შემოდიოდა წყალი. და ვიდრე ცხელი წყალი 10 კილომეტრის გავლის შემდეგ აღწევდა ლაოდიკიას, უკვე ხდებოდა თბილი. უვარგისი წყალი იყო ლაოდიკიაში. იესო ლაპარაკობს მათთვის გასაგები ენით. როგორც პროფესორი კრეი კინერი ამბობს, ცივ წყალს იყენებდნენ დასალევად, ცხელ წყალს იყენებდნენ განსაწმენდად. და იესო ეუბნება მათ, თქვენ არც დასალევად გამოდგებით და არც განსაწმენდად გამოდგებით. ერთისთვისაც და მეორესთვისაც უვარგისები გახდით. მაგრამ მე მიყვარხართ, მაგრამ მე ვიცი, მაგრამ მე მსურს, მაგრამ მე თქვენთვის გავიღე საფასური.